მთელი 5 კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ნიკერის 5 ძალიან მაგარი კასტინგი. იყო მომენტები, როდესაც საკუთარ თვალებს არ უჯერდა. ჩვენ ვიპოვეთ და აღმოვაჩინეთ უამრავი ნიკიერი. დღეს ნიკერის პირველი ნახევარფინალი, 9 ყველაზე გამორჩეული ნახევარფინალი. დღეიდან გამარჯვებულის არჩევაში მაყურებელი ერთობა. იფშოუ მე უკვე მესმის როგორ გუგუნებს დარბაზს. ასე რომ მოემზადეთ, ნახოთ უკვე პირდაპირ ეთერში ის, რასაც ასე ელოდებოდა. დღეს ორშაბათია. ეს ნიკერია! მოგესალმებით ყველას! ნიჭერი დაბრუნდა უკვე პირდაპირ ეთერში და ნახევარფინალები. როგორ ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას და როგორ მიხარია ყველანი აქ ხარ? ყველაზე ემოციური, ყველაზე ერთგული, ცოცხალი აუდიტორია! და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ველოდებოდით ამ ორშაბათს. ხომ ასეა? გინდა ნიჭერის ნახევარფინალს გახსნილად ვაცხადებ. ჩვენ ძალიან მალე უნდა დავიწყოთ, მაგრამ იმისათვის რომ დავიწყოთ, პირველ რიგში მივესალმოთ ნიჭიერის ჟიური. მაშასე, რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მივესალმოთ ნიკა გვარამიას. მოდის ნიკა, მოტივირებული, მომზადებული. როგორც ყასრი. მივესალმოთ ნიკა გვარამია. ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პირველი ლედი მივესალმოთ მაგა ჭიჭუა. რა ლამაზია ჩვენი პირველი ლედი გიორგი. ყოველთვის ლამაზია. ბრწყინავს. მეორეზე უკეთესია ყოველ დღე. ბრწყინავს პირველი ლედი. ის ყავს ასეთი პირველი ლედი, რომ არც არავის რა თქმა უნდა. მაყურებელიც არ უშვებს ჩვენს პირველ ლედis. და კიდევ ერთხელ, უმშვენიერესი მაგა ჭიჭუა. რუსთავიორის სახე, ტელეწამყვანი ზალ უდომაშვილი. დარბაისელი. როგორი ელეგანტურია. როგორც ყოველთვის, მამიკო. რა თქმა უნდა, ზალ უდომაშვილი მოემართება. ჟიურის ადგილას მივესალმოთ ზალ უდომაშვილი. და ქალბატონებო და ბატონებო, დიახ, ის აქ არის და ჩვენთან ერთად იქნება. მაშასე, გუხარი აპლოდისმენტებით მივესალმოთ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. მანიკო, როგორ მომენატრა ჭოლა, ეხლა ძალიან მომენატრა. როგორ გვაკლდა? მე მგონი მაყურებელსაც მოენატრა, იმიტომ რომ არ უშვებს ჩვენს. ერთვის არ მეპარება, მანიკო. აი რა კარგია, დაგვიბრუნდა ლევან წულაძე. როგორც ყოველთვის თავის ამპლუაშია. აბა რა. მივესალმოთ ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. მოგესალმებით პატივცემულო ჟიური, როგორ ფიხარია ჭოლა თქვენი დაბრუნება? ძალიან კარგია. მაშასე მეგობრებო, ვიწყებთ ნახევარფინალს და აქვე ვთქვა თუ რა პრიზს მიიღებს გამარჯვებული. გამარჯვებულს სალვუს დეველოპმენტი გადასცემს ოროთახიან ბინას ბათუმის ცენტრში დასრულებული რემონტით. სალვუს ბათუმი. ინფორმაციისთვის, სალუს დეველოპმენტი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სალუს აპარტ-ჰოტელს. სალუს აპარტ-ჰოტელი თქვენი გონივრული ინვესტიცია. და თქვენ თუ იცით რა არის კამპანია სურვილისათვის. ეს არის East Point-ის საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ჩართვა ძალიან მარტივად ხდება. ესე იგი, გადაიღებთ ფოტოს თუ როგორ ემზადებით საახალწლოდ, შემდეგ ამ ფოტოს ატვირთავთ Facebook-ზე ჰეშტეგით სურვილისათვის და ყველა გაზიარებულ ფოტოზე 1 ლარი გადაერიცხება ბავშვთა სოფელს. East Point-ი, ქალაქი შოპინგის
და გართობის და დასვენების ქალაქი და ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს survili.com. აი ასე. დროა გადავინაცვლოთ საგას ოთახში, სადაც იმყოფება ნიკა გრიგოლია და ჩვენი კონკურსანტი. ნიკა, მოგესალმებით. მოგესალმებით საგას თბილი ოთახიდან, სადაც კომფორტულად ვარ მე გამაგრებული ჩვენს კონკურსანტებთან ერთად, რა თქმა უნდა. მიხარია რომ დაუბრუნდი ნიჭიერს. მიხარია თქვენთან შეხვედრა, ჩვენს ტელემაყურებელთან შეხვედრა, რა თქმა უნდა. მე ვიქნები საგას ოთახში ბოლომდე, გავამხნევებ ჩვენს კონკურსანტებს და ესე გამოვაცილებ თქვენთან სცენაზე. ახლა კი ჩვენი ნახევარფინალის პირველი კონკურსანტი. ქალბატონი, რომელმაც თავისი სიმღერის დროს ამღერა ჟიური, ამღერა დარბაზი და თქვენს ვანიკო შენ და ყიფშოც ვღეროდით და ცეკვავდით. ლია აღასიანია შემთან ერთად. როგორ ახართ ლია? კარგად, მადლობა. დღეს მითხარით გვექნება ეს ნანატრი ყველასთვის საოცნებო სიმღერა მოვისმენთ სცენაზე. კი, როგორ არა? ერთი წუთით. ინესტაპან იმესტაპანამუ იმესტორე ამუ და ბოლოს რა თქმა უნდა ფსიქედელია. აი ესე ხო ჩავამღერებ. აპლოდისმენტებს ვიმსახურებ მე მგონი და ლიას ნომერი 0933301 ამ ნომერზე ურეკავთ. ლიას თუ გსურს მისი ნახვა ფინალში. მოემართება ის თქვენკენ სცენაზე რომ შეასრულოს ყველასთვის ნანატრი სიმღერა. ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. რამე შეგიძლია იმღერო აკაპელად? Psichedelia. იცი რა, შენ ძალიან მარტივად შეგაფასებ. ნიჭიერი ადამიანი ხარ, ნიჭიერი ქალი ხარ. კი. ოჩი კიდო. ის პოინტის პატარა საჩუქარი, რითიც შეძლებთ ტანსაცმელი შეიძინოთ ჩვენს მაღაზიებში. დიდი მადლობა. ზუსტად მოდისმის მოვედია აქ რო ავარჩიო ტანსაცმელი. ორი ადგილი შეაჩერეთ. მადლობა. საზვანგარეთში რომ ვიყავი ძალიან ლამაზი კაბები მქონდა. ძალიან ლამაზია. Light you up, put you on top, let's light you up, put you on top. La 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 la, let's go. Ho ho ho. დიდი მადლობა. მე მგონი კაი რაღაცები ვიყიდე. ლია აღასიანი. Imestareamo, ya te metrella necessi agapineamo, imestapano, ola enetelia, o erotas morromuine, psichiadelia. Ξαφνικά εκεί που είπα πως μ' αράθηκα, ξαλουδί ότι έκλεισα και πάει. Ξαφνικά από το τίποτα ερωτεύτηκα και τίποτα στη γη δεν με κρατάει. Είμαι στα πάνω μου, είμαι στα ρέα μου, γιατί με τρέλανες εσύ αγάπη νέα μου. Είμαι στο πάνω μου, όλα είναι τέλεια, ο έρωτας μόνο είναι ψυχιατέλεια. Κι όλος κόσμος ξαφνικά γεμίζει χρώματα, 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 απ' τη ψυχή βγαλμένα.
y me está pano, y me está reamo, ya que me trae la necesidad gabineamo, y me está pano, όλα είναι τέλεια, ο έρωτας μωρό είναι ψυχιατέλεια. Είμαι στα πάνω μου, είμαι στα ρέα μου, γιατί με τρέλανες εσύ αγάπη νέα μου. Είμαι στα πάνω μου, όλα είναι τέλεια, ο έρωτας μωρό είναι ψυχιατέλεια. Браво! Браво, Ваношენ! Браво, Руска, браво, Ипшо! Браво, Лია! რუსკას თხოვთ, დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს. დიდი მადლობა. მაშასე, ჟიური უკვე სრული შემადგენლობით არის და მივესალმოთ. რუსკა მაგაშვილი! ნიკას თხოვოთ შეაფასოს ლია, რადგან ფეხზე იდექით პატივცემულო ნიკა. ისე ჩვენზეც თუ იტყვით რამეს გაგვეხარდება. ჯერ ერთი ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც სცენაზე იყო. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. პირადად მე არასდროს არ მიფიქრია, რომ ამ სიმღერით ამ ხელა სიამოვნებას მივიღებდი. უნდა ითქვას, რომ ძალიან ლამაზი სიმღერაა მართლა, როგორც აღმოჩნდა, მადლობა. ყველაზე უფრო საყვარელო გოგონაო ტელევიზიებში. ძალიან მაგრები ხარ თქვენ სამი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ლია არის ძალიან ძლიერი კონკურსანტი. ჩემი აზრით ის არის. ჩემი აზრით ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად. ბევრად უფრო სერიოზული განაცხადი გააკეთა, ვიდრე მე ვიფიქრებდი, ის უბრალოდ კარგი მომღერალია, ძალიან საინტერესო ხმით. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ნიკას, ჭოლასაც კითხოთ აზრი თუ შეიძლება პატივცემულო ჭოლა. ეხლა შემოგვისწარით ფაქტიურად, ასე ვთქვათ. მოგენატრა თქვენი შეფასება, დიახ? ლია ძვირფასო მოგესალმებით. მეც შევერთები საერთო აღფრთოვანებას. ძალიან მაგარი გოგო ხართ, განსაკუთრებით გამაკვირვა თქვენმა ოლიმპიურმა სიმშვიდემ. მიუხედავად იმისა, პირველი ყოველთვის ძალიან რთულია გახსნა. გამოხედ გეგონებად აქ დაიბადეთ და აქ დიდი მადლობა. ძალიან არტისტული. ძალიან მომეწონა ეს ბიჭი რომ შეაცრიეთ იმაში. და მოდი. მაკა, რას გვეტყვი თქვენი აზრი გვაინტერესებს? მე მინდა რომ გაკვირვებული არ იყო ლია. დიახაც. იმიტომ რომ მართლა კარგად მღერი. მე მაშინაც გითხარი რომ სულ უნდა იმღერო. ასე რომ იმღერე ჩემო კარგო. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მივმართავ. თუ გსურთ რომ ლია იხილოთ ფინალში, მაშინ ეხლავე აიღეთ მობილური ტელეფონები ყველა ქსელის აბონენტებმა და დაურეკეთ მას ნომერზე 093030301. და აპლოდისმენტებით გავასილოთ ლია აღასიანი. და აქვე გეტყვით, რომ პროექტის პარტნიორია SAGA. SAGA ცხოვრება გამარტივებულია. ყოველი ლაივის ბოლოს კომპანია SAGA დაასახელებს ერთ-ერთ კონკურსანტს და მისცემს მას დამატებით შანსს, რომ მოხვდეს ფინალში. ამ ყველაფერს ნიკა გრიგოლია აგვიხსნის უფრო უკეთესად. ნიკო. რა თქმა უნდა, აგიხსნით ვანიკო, ჩემთან არის იდეალური ტემპერატურა ოთახში, ასე რომ იდეალურად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. მოკლედ, მას შემდეგ რაც ჩვენ შოუს ბოლოს გვეყოლება ორი ფინალისტი, ერთ-ერთი რომელსაც მაყურებელი აირჩევს და მეორე რომელსაც ჩვენი ძვირფასი ჟიური აირჩევს. გარდა ამისა, SAGA დაასახელებს კიდევ ერთ კონკურსანტს, რომელსაც მიეცემა შანსი, რომ მოხვდეს ფინალში. 4 ნახევარფინალის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება 4 ასეთი კონკურსანტი და მათ შემდეგ ხმას მივცემთ SAGA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. და ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, იქნება დამატებით კიდევ ერთი ფინალისტი. აი ასე, ახლა კი შემდეგი კონკურსანტი, სუპერ ბიჭუნა. კაცი, მამაცი და ჩემი ძმაკაცია ნიკოლოზი. ნიკუშა ფიფია, როგორ ახარ ნიკოლოზი? კარგად. დღეს რას გვიცეკვებ? ჰიპ-ჰოპს. აი ესე, ჰიპ-ჰოპს იცეკვებს დღეს ნიკოლოზი. ოღონდ მისი ნომერი უნდა. აბა მეორე, მოდი. აი ეს მასწავლა ნიკოლოზმა. მოკლედ, შენი ნომერი უნდა უთხრათ ყველას, რომ დაგირეკონ ამ ნომერზე აუცილებლად, იმიტომ რომ შენ იცეკვ ფინალშიც უნდა ვნახოთ ჩვენ. 093030302. ამ ნომერზე ურეკავთ ნიკუშა ფიფიას, თუ გსურს მისი ნახვა ფინალში და ამის გარეშე არავინ არ დარჩეთ. ყველამ დარეკეთ ამ ნომერზე. ვაცილებ ნიკოლოზს თქვენთან სცენაზე, ის ძალიან მაგარ ჰიპ-ჰოპს იცეკვებს. იქამდე კი ჩვენ ვნახოთ ვიდეო. აი
დაჭირა. დიდი 1 2 3 ვიცეკვე ნიკა გვარამიან ხელში ამიყვანა და ოქროს ტილაკზე დამაჭერინა ხელი. ჩამოვარდა ოქროს პანტელები. არც ველოდებოდი ესეთ სითბოს, ესე თუ მიიღებდნენ. ძალიან გამიხარდა, ეს ემოცია იყო, აი, აღფრთოვანებული, დავფრინავდი. კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. დე, წავალ რა, ბავშვებს სათამაშოდ. კარგი, დადი, მოდი კურტკა ჩაიცი. შეიცვალა ნიკუშას ცხოვრება, უფრო ლაღი, უფრო ბედნიერი გახდა. დარგიზაბებო! ბატონო, სურას გამოვშვეთ! თქვენად ხო იქნები? კი. კარგი გეცო. სურა, ჩადი გემოდან ვიხედე ნიკუშას ოღონდ. ვა, ნიკუშას. ადრე რო დამყავდა ქუჩაში რაღაცნაირად უყურე. ეხა პირიქით, სითბოთი, სიყვარული და აი რამ აჩუქონ ბავშვი ღიმილით და სიხარულით იმას ცდილობენ ეს ხალხი და ბედნიერი ვარ, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის ამ ხალხის მიმართ. დე, ხო, დე. აქედან მარტო წავალ. კარგი, მარტო წადი, უფრო ჭკვიანად შედი. აბა სკოლაში შეიცვალა ეს, რომ უფრო ხიარულად ხვდებიან, ადრე რო შედიოდა, უბრალოდ როგორც პატარას ისე უყურებდნენ ხოლმე და ეხლა უფრო როგორც ეს ნიჭიერი არა ხარ, ნიჭიერში არ გამოდიხარ და თვითონაც უხარია უკვე რომ ესე თბილად ხვდებიან, აღარ აქვს იმის შიში რომ ვიღაცა რაღაცას ეტყვის. მე მოგება არ მინდა, ყოველთვის ამბობს, მე მინდა ხალხს უყვარდე. ნიკოლოზ პიპია! One dance, baby. That one dance. Yeah. Oh, you don't know how to do that? Baby, do it. Okay, girl, he's still good. Walked in this party and these girls looking at me. Skinny jeans on, you know my head now. Hey, 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 okay, okay. I want y'all to do this dance now. Juju on that beat, juju on that beat, juju on that, juju on that, juju on that beat. Now slide, drop, hit the phone, don't stop, hey, don't stop, hey, don't stop, hey. Run a man on that beat, hey, run a man on that beat, hey, run a man on that beat, hey, run a man on that beat. Now do your dance, do your dance, do your dance, hey. You ugly, you your daddy's son, hey, hey. Do your dance, hey, go crazy, hey, get free, hey, let's go, let go, let go, let go, let go, hey, 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 okay. Don't you? Don't you, baby, don't you, baby, don't you, baby, don't you? Come on, baby, come on, baby, come on, baby, don't you? Come on, baby, come on, baby, come on, baby, don't you? Come on, come on, come on. Bravo, მასწავლებელო. ნიკოლოზ, მოდი ჩვენთან. მოდი. რომ იცოდე, როგორ მინდოდა შენთან ერთად ცეკვა. აი, ასე მოусმინო ჟიურის და ნიკასგან დავიწყოთ, იმიტომ რომ ნიკას დამსახურებაა. ოქროს ღილაკი. ოქროს ღილაკს დააჭირა და შენ ხარ ნახევარ ფინალში, ხომ ასეა? გიშვენ ნიკა? მე ნამდვილად არ უნანობ რო ოქროს ღილაკს დავაჭირე. ფიქრობ რომ ადამიანი, რომელიც ამდენი ბედნიერების მომტანია,
აი ესე უბრალოდ, იმიტომ რომ მასე შეუძლია, იმიტომ რომ ეს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, რომელსაც ესე უელავს თვალები და აქვს ძალიან მაგარი საფირმო სირბილი, ცნობილი უკვე. ხო? მე ვფიქრობ ის ნახევარფინალში უნდა ყოფილიყო აუცილებლად. ფინალში იქნება თუ არა, ამას მე უკვე აღარ ვწყვეტ, მე რო ვწყვეტ და იქნებოდა, ეს უნდა გადაწყვეტოს მაყურებელმა. აუცილებლად დაურეკეთ ნიკუშას. მადლობა ნიკას და მე რუსკას მიმართავ, იმიტომ რომ არანაკლები დამსახურება გაქვს ნიკას ნახევარფინალში მოხვედრისთვის. ხო? ნიკა, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო, ყველაზე მეტად მიყვარხარ. იმიტომ რომ ხარ ნამდვილი ბედნიერება. ისეთი ბედნიერება მოგაქვს ყველასთან. რომ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის მართლა. ძალიან მაგარი ცეკვა იყო. ძალიან არტისტული იყავი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში გადახვალ დღეს. ზალიკო, რას ფიქრობთ? ნიკა, შენც ლევანდელი ნიჭიერის თავარი პოზიტივი ხარ. მე ასე ვფიქრობ. თუ წინა შესარჩევ ეტაპზე შენ ინდივიდუალური ცეკვა წარმოგვიდგინე და მე რუსკა დაგეხმარა უბრალოდ, დღეს უკვე მთლიანად შოუ დაგვიდგის შენს მეგობრებთან ერთად და ეს იყო გასაოცარი. მართლაც წმინდა ნახევარფინალის შოუ ნახეთ ჩვენ შენი მონაწილეობით. ასე რომ კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს აუცილებლად მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად დაურეკოთ ნიკას ნომერზე 09300 და მხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ნიკოლას პიპია! და სანამ გრიგოლიასთან გადავალთ, მე გეტყვით, რომ პროექტის პარტნიორია მაღაზიათა ქსელის ზუმერი, ციფრული ტექნიკის ფართო არჩევანი და ახლა გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკასთან. ნიკო! რაო ვანიკო, შვენივრად გრძნობ თავს საგას ოთახში. ძალიან კომფორტულად. აი რაც შეეხება შემდეგ კონკურსანტს, ის უკვე გაახლავთ ნიჭიერის გამარჯვებული. ოღონდ პოლონეთის ნიჭიერის გამარჯვებული ეს არის ალექსანდრა კედროვიჩ, რომელიც ჩემს გვერდით არის და მე უნდა ვკითხო დღეს შეგვისრულებს. Hello, beautiful. Hello. What are you going to perform today? Today I'm going to perform aerial sphere act. ოხ, ჩემო მეგობრებო, სფერო ალბათ გაიგეთ. მოკლედ, სიურპრიზი გელოდება წინ. საოცარ ნომერს, ცეცხლოვან და ძალიან ექსტრემალურ ნომერს წარმოგიდგენთ ალექსანდრას სცენაზე. ამისთვის უნდა დაელოდოთ მას. მე გამოვაცილებ ალექსანდრას, ოღონდ იქამდე აუცილებლად გეტყვით ნომერს, რომელზეც უნდა დაურეკოთ. 0930003 ამ ნომერზე ურეკავთ უმშვენიერეს, უნიჭიერეს ალექსანდრას, თუ გსურთ მისი ნახვა ფინალშიც. მოემართება ის თქვენ სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახავთ ვიდეოს. How sounds yes in Polish? Tak. I'm saying tak. გამარჯობა საქართველო. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ამჯერად ჩემს შეყვარებულთან ერთად ჩამოვედი. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. წინაჯერზე არ მქონდა საშუალება რომ საქართველო კარგად მენახა. ამჯერად ჩემს შეყვარებულთან ერთად მინდა დავათვალიერო. You remember with it this? არ გახსოვს წინაჯერზე რომ ჩამოგიდენი საქართველოდან? First time from Tbilisi to Poland. This time I came. პირველისგან განსხვავებული ნომერი მინდა წარმოვადგინო. All the choreography is მთელი ქორეოგრაფია არის ქალზე, რომელსაც თავისი საყვარელი ადამიანი ენატრება. გაგვიმარჯოს. ალექსანდრა კედროვიჩ. Sento nell'aria il profumo di te, piccoli sogni vissuti con me, ora lo so, non voglio perderti, quella dolcezza così senza età.
La tua bellezza rivalinona il cuore mio vuole soltanto te, per te vivrò, l'amore vincerà, con te avrò 1000 giorni di felicità, 1000 notti di serenità, farò quello che mi chiederai, andrò sempre dovunque tu andrai, darò tutto l'amore che ho per te. Dimmi che tu già il futuro lo sai, dimmi che questo non finirà mai, senza di te non voglio esistere, per te vivrò. L'amore vincerà, con te avrò 1000 giorni di felicità, 1000 notti di serenità, farò quello che mi chiederai, andrò sempre dovunque tu andrai, darò tutto l'amore che ho per te. Non devo dirtelo ormai, già lo sai. Che morirei senza di te. Andrò sempre dovunque tu andrai, darò tutto l'amore che ho per ალექსანდრა კედროვიჩ. მერტკალი დაეშვა ჩვენთან სცენაზე. მოდით მშვენიერო ალექსანდრა. ხოთ ჟიური შეაფასოს ალექსანდრა რუსკა, ხოთ ფეხზე იდექი. ფეხზე ვიდექი, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ლამაზი იყო. ლამაზის გარდა არ ვიცი, არ მინახავს არასდროს ესეთი სტილის ნომერი, რომ ამ ბურთში შიგნით ხდებოდა ეს სილამაზე, ეს გოგო ძალიან ლამაზია, პლუს ძალიან პროფესიონალი არის თავის საქმით. მე პირადად უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ამ ყველაფერმა და ძალიან დიდი იმედი მაქვს მართლა. არ ვიცი, დღეს ალბათ ხსო ესე უნდა ვიძახო, მე მგონი რომ ნეტა ყველა ფინალში გადავიდეთ. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მართლა. ეხლა მესმის რატომ მოიგო თავისი ქვეყნის ნიჭიერი. ძალიან მაგარია. დიდი მადლობა და ჭოლა, რას გვეტყვი? ამ შვენიერება, ამ ფანტასტიკურ გოგონაზე. მე ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში ის ცნობილი ფრაზა ჰამლეტის თუ თხილის ნაჭუჭი მომათავსებდით თავს ხელმწიფედ წარმოვიდგენდი, მაგრამ რა უყო ჩემს სიზმრებს, რომელიც ამოუხსნელია დღემდე ვერ ამოხსნა რა არის სინამდვილეში. ამ მშვენიერმა მადლოსანმა ჩემი აზრით ამოხსნა ამ ნომერში სიზმარიც იყო, დედოფალის და თხილის ნაჭუჭიც. ბრავო, ბრავო. ძალიან კარგი. მადლობა ჭოლა, ნიკა თქვენს ფეხზე იდექით და მოდით თქვენს გითხარით. იცით რა, მე პირველი ტურის შემდეგ
ნომერი მომეწონა ხმამივეცი გადაყვანას ნახევარფინალში, ოღონდ მაინც არ მესმოდა რა იყო ამ გოგონას სიძლიერე, როგორ გაიმარჯვა მან პოლონეთის ჩვენზე, ну, ალბათ სადღაც 10 ჯერ დიდი ქვეყნის ნიჭიერში. ამ წუთში ჩემთვის ყველაფერი ცხადია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჯერჯერობით საუკეთესო ნომერი იყო. არა მხოლოდ დღეს ეს იყო საუკეთესო ნომერი, რომელიც ჩვენ წელს ნიჭიერის სცენაზე ვნახეთ და ეს იყო წარმოუდგენლად დრამატული, ლამაზი, არაჩვეულებრივი სანახაობა. That was probably the best show we have so far seen. Thank you very much. დიდი მადლობა ჟიურის. მე კი შეგახსენებ თუ გსურთ რომ ალექსანდრა გახდეს უკვე ქართული ნიჭიერის ფინალშიც, მაშინ დაურეკეთ მას ნომერზე 0-900-300-300. და გახსოვდეთ, თავარი ჯერ თქვენი გადაწყვეტილებაა და გავაცილოთ. ალექსანდრა კედროვიჩი. და გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ პროექტის პარტნიორია პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ისიპარი 21 წელი თქვენი სურნელოვანი თანამგზავრი. ლაივის ბოლოს ისიპარი დაასახლებს ერთ რჩეულს და მას გადასცემს სურნელოვან საჩუქარს. ეხლა გადავინაცვლოთ ბარამბოს და ზედაზენის ოთახში, სადაც იმყოფება ლიკა და დუკა. გიორგი და ვანიკო, მოგესალმებით თქვენ და მიმესალმებით ჩვენს მაყურებელს ბარამბოს და ზედაზენის ძალიან აქტიურ და ხმაურიან და ემოციურ ოთახში ვართ მე და დუკა. მოგესალმებით მეც. მიხარია რომ წელსაც აქ ვარ, ნიჭიერის ეთერში როგორც ხედავთ, უამრავი გულშემატკივარია შეკრებილი. და თან ყველა სურს რომ თავისი რჩეული მონაწილე ნახევარფინალიდან გადავიდეს ფინალში. ლიკა, მე მგონია რომ ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი ემოციები მხოლოდ აქაა. კი, დუკა, გეთანხმები და მაყურებელიც ხვდება რომ ყველაზე ნამდვილი ემოციები სწორედ ჩვენს ოთახშია. ახ არიან იმ კონკურსანტების გულშემატკივრები, რომლებიც თქვენ სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ და რა თქმა უნდა, მათი გულშემატკივრები, რომლებსაც სულ მალე ნახავთ ნიჭიერის სცენაზე. აქ არიან ჯულია ვეტისიანის გულშემატკივრები, ბატონი ჯემარის და ქალბატონი ელისოს საგულშემატკივროდ მოსული ადამიანები და ასევე გიორგი ცისკაძის გულშემატკივრები. სწორედ ამ სამ ნახევარფინალის შეხვდებით თქვენ სულ ცოტა ხანში, ჩვენ კი სულ მალე დაგიბრუნდებით და უფრო მხურვალეთ გულშემატკივრად ჩვენი ნიჭიერის ნახევარფინალისტებს. დროებით. დიდი მადლობა ზედაზენის და ბარამბოს ოთახს, ასევე დუკას და ლიკას და მე გეტყვით რომ ნიჭიერის ექსკლუზიური ინტერნეტ პარტნიორია acara.com, სადაც შეგიძლიათ ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები ნახოთ. ხოლო ეხლა რეკლამაზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ acara.com-ზე, ჩვენს ინტერნეტ ოთახში, სადაც დაგხვდებათ ლევან მასპინძელი თავისი აურაცხელი სტუმრით. ნიჭიერი კი სულ მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველ ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონადის ზედაზენი გემრიელი და შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს. ეს არის ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო. ბარამბოს ახალი გემრიელი შოკოლადი ფრენსი. გადავინაცვლოთ ნიკასთან ოთახში. ნიკა, ვანიკო მატულობს ტემპერატურა, მაღლა იწევს უფრო საგას ოთახში. ნახეთ რა გოგონა დგას ჩემს გვერდით. ჯული ავეტისიანი, მეგობრებო. როგორ ახარ მშვენიერებავ და ცხოვრების ჯანსაღო წესო? ძალიან მაგრად. ძალიან მაგრად. აბა რას გვიმზადებ დღეს სცენაზე? რა მოხდება მითხარი? ძალიან ენერგიული ცეკვა არის და ცეცხლოვანი. ცეცხლოვანი? მოკლედ, ჯულის ნომერია 0-900-300-304, მეგობრებო. დაურეკეთ ამ ნომერზე თუ გსურთ მისი ცხოვრების ჯანსაღი წესი ფინალშიც იხილოთ. მოემართება ის თქვენ სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ნახოთ ვიდეო. ეს სარბენი ბილიკით უნდა ირბინო? Michelle fight for that white gold. I'm too hot. Come on, band, about that money, break it down. მოგვეწონა ყველას. ელოდებით მეორე ტურში რამის გასაკეთებლად. იმის გარდა რომ ცეკვავ ჰიპ-ჰოპს, ასევე
მღერით. Baby, it's you. You're the one I love. You're the one I see. ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ 10 წლის შემდეგ ვიდგე ძალიან დიდ სცენაზე. ჩემს უკან იყვნენ მოცეკვავეები, როგორც ბიონსეს ყავს. Honey, honey, I can see the stars all the way from here. ფინალში გადასვლა მინდა, რაც უფრო დიდი ხანი ვიდგები ამ სცენაზე, მით უფრო მალე მივაღწევ ჩემს მიზანს. ჯული ავედისიანი. Strip club music. Me make it bounce on the left, bounce on the right. Two of them together, man, I watch me all night. Don't on the ground, me make it bounce. What a sight! Bounce up, make it bounce up, make it bounce up, bounce up, make it bounce up, make it bounce up, bounce up, make it bounce up, make it bounce up. Watch how she a gone, my girl, make your come up, bounce up, make it bounce up, make it bounce up, bounce up, make it bounce up, make it bounce up, bounce up, make it bounce up, make it bounce up. Slow wine, then she gone down on the ground up. Bubble she a bubble, bubble she a tick tock. Bubble she a bubble, bubble she a tick tock. Bubble she a bubble, bubble she a tick tock. Bubble she a bubble, she a tick tock. Watch it, make me twerk it. Watch it, make me bounce. Watch it, little jerk to the bounce. Them a love. Man, them a go remember this a bounce of him. I want a little fire, now give me the light. I want a little fire, now give me the light. I want a little fire, now give me the light. Now give me the light, now give me the light. I want a little fire, now give me the light. I want a little fire, now give me the light. I want a little fire, now give me the light. Now give me the light. Burn up the dance, 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 burn up the dance. 1, 2, 3, burn up the burn up the ბრავო გოგოებო, როგორი სანახაობა იყო, რა იყო ეს გასკდა გული. მოდი ჟიურის მოусმინოთ ზალიკო, გითხარით რამე თუ შეგიძლიათ, რა ვიცი, მე ენა დამება უკვე ესეთი გოგოები. არ ველოდი ნამდვილად ასეთ განვითარებას იმ ნომრის შემდეგ, რაც ჩვენ ნახეთ შესარჩევ ეტაპზე. თუ პირველ ტურში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო მაინც ტრენაჟორზე და ანუ იქ სირბილზე, აქ უკვე თავარი აქცენტი იყო ცეკვაზე უკვე გადატანილი, რამაც მე ვფიქრობ, რომ გაამართლა, იმიტომ რომ შვენივრად ცეკვავ, ძალიან კარგად ცეკვავ და მთელი გუნდი და ძალიან კარგი შოუ მოგვიწყეთ ჯული. მაგრამ მე რისი მეშინია, იცი, შენ თუ ფინალში გადახვედი, მე მგონი მთელი სატრენაჟორო დარბაზის მოტანა მოგვიწევს აქ უკვე. მრავლდება და მრავლდება ეს. დიდი მადლობა და მაკა გისმენთ, როგორ მოგეწონათ ეს საოცრება? მე მინდა გითხრათ, რომ წინა ჯერზე რაც ვნახე ტრენაჟორით შესრულებული, ტრენაჟორის საშუალებით შესრულებული ცეკვა, ჩემთვის ისეთი ეფექტი იყო და მოულოდნელობა და ну აი ბოლომდე ესეთ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ეხლაც საკმაოდ საინტერესო განვითარება ქონდა, თუმცა მე ის ნომერი უფრო მომეწონა. მართალი რო გითხრათ, თქვენ მარტო და თქვენი ტრენაჟორი. მადლობა, ნიკა, რაღაცის თქმა გინდათ მე მგონი აშკარად. არაფრის. ვერ ვლაპარაკო, არა, ცუდი არ იყო ნამდვილად. ჩემი აზრით ძალიან კარგი იყო. აი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის მეკი მაყურებელს რაღაცის თქმა. მე მინდა რომ ჩემთვის პირადად ეს იყო ძალიან მაღალი დონის ქორეოგრაფია კიდევ იმასთან ერთად რომ შენ იყავი ფანტასტიკური და ძალიან მაგარი მოცეკვავი ხარ და ძალიან მომეწონა რომ ჩამოხვედი სცენაზე და გვანახე რომ სცენაზე ძალიან მაგრა შეგიძლიათ ცეკვა. გოგოები ძალიან მაგრები, ნომერი იყო უმაღლესი დონის. მე ძალიან მაგრა მომეწონა. ბრავო. მე კი მაყურებელს შევახსენებ თუ გსურთ რომ ჯული იხლოთ ფინალში, მაშინ
ეხლავე აიღეთ ყველა ქსელის აბონენტებმა მობილური ტელეფონები და დარეგეთ ნომერზე 0933303 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. ჯული ამედისიანი. ბრავო. და მე გეტყვით, რომ ნიჭიერის ექსკლუზიური რადიო პარტნიორია ხალხის რჩეული რადიო არ დაიდარდო და რადიო ფორტუნა ოქროს სტანდარტი FM-ზე. ახლა კი გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკასთან. ნიკა. საგას ოთახში, რა თქმა უნდა, თბილა, ტემპერატურა ასეთია და გარდა ამისა თბილა, იმიტომ რომ ასეთი საყვარელი თბილი წვილია ჩემს გვერდით. ბატონი ჯემალი და ქალბატონი ელისო. როგორ ბრძანდებით, ჩემო კარგებო? მეგობრებო, როდესაც მე მათ ვუყურებ, მე დავრწმუნდი, რომ როდესაც გავიზრდები, მე უნდა გამოვიდე ბატონი ჯემალი. ბატონი ჯემალი მასწავლის როგორ გამოვიდე ბატონი ჯემალი და როგორ ვიცეკვო ისე როგორც იცეკვავს. როგორ ბრძანდებით, მეგობრებო? დღეს რას იცეკვებთ, გითხარით თუ შეიძლება? ტანგო. ტანგო. დღეს ქალბატონი ელისო და ბატონი ჯემალი. ძველი. ტანგოს შეგვისრულებენ, ძველი ტანგო. ძველი ტანგო. 30-იანები ის? ხო, 30. შვენიერი, მაშინ თქვენი ნომერი უთხრათ მაყურებელს, რომელზეც აუცილებლად უნდა დაგირეკონ. ეს არის 093330305. ბატონი ჯემალის და ქალბატონი ელისოს ნომერი. დაურეკეთ მათ. საოცარი ცეკვა მოგიმზადეს. ვაცილებ სცენაზე, იქამდე კი ჩვენ რა თქმა უნდა ვნახოთ ვიდეო. როგორი გული საბაჭუმებს. ჩვენ გასწორებით და გელოდებით შემდეგ. ისეთი გადაღლილი ვარ, იცით რა, ჩემ იმაშიც, სადაც ვცხოვრობ, იქაც აქტიური ისა ვარ, ხან რას ვაგროვებ, რის ფულს ხან რასა და დასვენება არ მაქვს. ეზოს ნაჩალნიკი მე ვარ, მართალია თავმჯდომარე სხვა არის, მაგრამ თითქმის ყველაფერს მე ვაგროვებ. გადაიხდით ლიფტის ფულს? აი ბატონო, აი. ჩვენი ვარსკვლავი მოსმენამ შეგაწუხათ. ლიფტის ფულს ხო არ იხდით, აი განათების ფული, აბა. ეზოშიც აქტიურად ახლა როცა ნარც არ თამაშობთ. ნარც თამაშობთ მეზობელთან. ჩაბუქნიზებ თამაშობთ. სანამ ცეკვაზე წაყვალ, აქ ბუქრომა მოგიწევს. კი ბატონო, კი ბატონო. უხლების კაია ვარჯიში. 1 2 3 ებად მათ ხერაფენზე გებაცოს, კარგი გეყობა. სადა ხარ, ამე ხარ, 1 საათია გირეკავ. ლიფტის ფულს ვაგროვებ. რომელი საათია? გავიყინე კაცი, 1 საათია გეროდები. ხო, წამო. დედა ჩამოდი. მუსიკა. ჩვენ უბრალო მოცეკვავები ვართ, მხოლოდ კლუბში თუ შევხვდებით. სხვაგან ჩვენ ჯემალისა და მე საქმე არ აქვს. ახლა მოვედით, გვინდა რომ კარგად დავამთავროთ. ალბატონი ელისო და ბატონი ჯემალი. pora szukać wymówek, fakt, że skończyło się. Dziś przyszedł drugi, bogatszy i lepszy ode mnie i wraz z tobą skradł szczęście me. Jedną mam prośbę, może ostatnią, pierwszą od wielu lat. Daj mi tę jedną niedzielę, ostatnią niedzielę, a potem niech wali się świat.
To ostatnia niedziela, dzisiaj się rozstaniemy, dzisiaj się rozejdziemy na wieczny czas. To ostatnia niedziela, więc nie żaluj dla mnie, spojrzyj czule dziś na mnie, skończyło się. Bravissimo! ქალბატონო ელისო ნებამიბოძეთ ხელზე გიამბოროთ და ჟიურის მინდა მოусმინო ბატონო ნიკა. ჭოლა გისმენთ? ნიკა, ბოდიში ავიდიე. არა, დაუთმობ ჭოლას. ძალიან მიყვარს ეს პროექტი ზუსტად ესეთი მომენტების გამო. აი ესეთი არაჩვეულებრივი უთების გამო. ქალბატონო ელისო და ბატონო ჯემალ, აი ძალიან დიდი მადლობა. მანანა უყურებ ამან ბავშვს შენ. მე და შენ უნდა ვიცეკვოთ ასე. მე გამიჭირდება თქვენ საერთოდ ვერ ვიცეკვოთ, მაგრამ ის არაჩვეულებრივი თქვენი სიცოცხლისადმი სიხარული რომელიც ამ 2 წუთში იყო არის გადამდები და ბედნიერების მონტანი ჩემთვისა და ჩემი მომავალი ასაკოვანის ცხოვრებისთვის კიდო. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივები ხართ. ჩვენი ჯინჯერი და ფრედი ხართ, ჩვენი ჯულეტა მაზინა და მარჩელო მასტროიანი. გამდანდები გენაცვალე. დიდი მადლობა და მაგათ თქვენ რას ფიქრობთ? ქალბატონი ელისოს და ბატონი ჯემალის მე ვფიქრობ, რომ აი მართლაც ბედნიერების მომტანია ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცეკვავდნენ და არ ეპუებიან ასაკს და აგრძელებენ ცეკვას. ძალიან უხდებით სცენას. ძალიან კარგად გამოგდით. ასე რომ იცეკვეთ. იცეკვეთ. პატივცემულო ნიკა, ეხლა ბრძანეთ თუ შეიძლება. რიგოლიას ასევე ნიკას უნდა მოუპარო იდეა. მეც მინდა რომ გავიზრდები ბატონი ჯემალი გამოვიდე. რაღაცა უმალო. მართლა ვაღონ ძალიან, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ცეკვა, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის სულიერი მდგომარეობაც, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს და რომელიც მოაქვთ და გადამდებია ეს სულიერი მდგომარეობა. ის, რასაც ისინი ფიზიკურადაც ახერხებენ, ეს ნამდვილად საოცარია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი ჩემის აზრით არის ის გადამდების სულიერი სიხალასე, რომელიც აქვთ შიგნიდან და გადმოსწამის პროექცირებას აკეთებენ ყველა ჩვენთაგანზე, ამაში დარწმუნებული ვარ და დარბაზიც ასეთი მხარდაჭერა დარბაზის იმიტომ არის. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ახართ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს რომ მაყურებელი აუცილებლად დაგირეკავთ და ასე გამოხატავს თავის მხარდაჭერას. დიდი მადლობა ჟიურის. ჩვენც იმედი გვაქვს რომ დაურეკავთ ქალბატონ ელისოს და ბატონ ჯემალს ნომერზე 093030305. ქალბატონი ელისო და ბატონი ჯემალი გავასილოთ ხურმალე აპლოდისმენტები. ხო. და აქვე გეტყვით რომ პროექტის პარტნიორია ემას კრედიტი. და გადავინახოთ ნიკასთან საგას ოთახში. ნიკა. ოჰოჰო, აი ვინ არის ჩემს გვერდით საგას ოთახში, ვინ დგას და ემზადება სცენაზე გამოსასვლელად? ჩემი სცენაკელი ძმა გიორგი ცისკაძე. ძმების სცენაკელები, მინი სცენაკელი, პატრა სცენაკელი. ასალამის და ბეიბი. იო, მოკლედ, აი ესეთი ენერგიით, აი ესეთი გამხნევებით ვაცილებ გიორგის თქვენთან სცენაზე. მისი ნომერი უნდა გითხრათ აუცილებლად. რა ნომერზე უნდა დაგირეკონ, რომ შენ მოგისპინონ ასევე ფინალში. 093030306 აუცილებლად დაურეკეთ გიორგის ამ ნომერზე. თუ გსურთ მისი ძალიან მაგარი სიმღერის მოსმენა ფინალშიც. მოემართება ის თქვენკენ სცენაზე. იქამდე კი ჩვენ რას ვიზამთ, რა თქმა უნდა, ვიდეოს ვნახავთ. ფენომენური ამატერა გბავშვები. ახლა ბედნიერება ყველას განათავას ნა. აი ეს ადრე არ გაუფრინდე. დედიკომ თუ გნახა ბებიამ და დედიკომ. არის ჩვენ ხოლმე ვიპარებით. გარეთ. მე მეწყოს
ბაბუ, არ უთხრათ ეკოსებებია და გაავივარ თუმცა ვითამაშოთ, მაგრამ უცებ, ცოტა ხანი. რო არ გაცილდეს. ვსო, წესი, ამაშეჭი. მალე ვინმე არ დაგინახო, ბედრომ დავებიან, თორე დაგხოცავენ ორი. ო, სად იყავით? არსად. არა ბაბა. არსად. მაჩვენე ხელები. ხელი აღოს. გახურებული ვარ. მომიცა. რა არის მამა, რა? აი, ოზო. ახსენია. არაფერი, გუნდა დაგეჭა. არა, არაფერი. ხო, გუნდა დაგეჭა. მალე გოზახენ ორივე ხუთი ხარ. ვიყო მოგიჩვილი. ეგ ხარი, ეს არის ჩემ ბედნიერება. პირველ თოლია სულა ბავშვ სულ ხარია. არა ბავშვ. ათას გაუმარჯოს. გამარჯობათ. თქვენი შვილიშვილი ვნახე ტელევიზორში. აიღარ. ისლა მოგწებოდა წარმატება. ეხლა მოტელევიზორს როგორ დინებას მომღერს, არ უნდა უყურო კონცერტს, დამანებად თავი. არ უყურო ვაი. უყურო უი, არ უშერა. ამისთვის ხომ. აი ეს მენახა. ამიტომ ღირდა შემეძლო. გიორგი ცისკაზე. Then I heard him walk in a lullaby. Somewhere over the rainbow, skies are blue and dreams that you dare to dream really do come true. Someday I wish upon a star and to wake up where the clouds are far behind me, where troubles met their common drops, highway above the chimney crabs. That's where you find me somewhere over the rainbow. Bluebirds fly, birds fly over the rainbow. Then why can't I? If happy little bluebirds fly beyond the rainbow, why, oh, why Bravo! Am წინვალე პატარა სენაკელ გიორგის. Bravo! ეს სასწაულია. ჟიური ფერსია. დარბაზი ფერსია. გიორგი ტირის. გიორგი, აი აქ იდექი და მოусმინოთ ჟიურის, რას გვეტყვის ეს არაჩვეულებრივი ჟიური, რომელიც ფეხზე დგას. ნიკა, და ნიკასგან დავიწყოთ. და რო გითხრათ რომ მარტივია ეხლა ჩემთვის ლაპარაკი მოგატყუე. თან აპლოდისმენტები რომ გრძელდება. ვაუ. მინდა გითხრათ რომ მადლობა. მე ამ ხელა ბავშვისგან არც ერთ მუსიკალურ პროექტში არ მახსენდება ესეთი გამართული ინტონაციურად აბსოლუტურად სწორი და რაც თავარია მისი
არა ნასწავლი, არამედ მისი, აი ადგილზე რო აკეთებს და იგონებს. ამხელა დიაპაზონი, ესეთი ანგელოზის წკრიალა ხმა, ნუ წარმოუდგენელ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მინდა მივმართო ქართულ ტელემაყურებელს, წარმოუდგენელ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, რომელიღაც ნომერი უფრო სახალისოა ვიდრე მეორე, რომელიღაც უფრო ლამაზი ვიდრე პირველი, ეს ის შემთხვევა, როცა ადგილი აქვს სრულიად წარმოუდგენელ მოვლენას ზღურულს ზებუნებრივთან. აუცილებლად ამ ბიჭს მხარი უნდა დაუჭიროთ, ეს არის საფინალო ნომერი ერთმიშოვანად. და მაგა რას მეთქი მგონი სრემლიც კი დავინახეთ სახელზე. არა, ვეღარ სრემლით, ვერაფერი ვერ გამოხატავს იმას, რაც მე ვიგრძენი შენი სიმღერის დროს, გიორგი. საოცარი ბიჭი ხარ, არაჩვეულებრივი. მადლობა. გული ამიჩქარდა ისე, რომ მე ვიფიქრე, რომ ალბათ რომ დავჯდები, ლაპარაკს ვერ შევძლებ თქო. ვერაფერს ვეღარ დავამატებ, ნუ ნიკამ ფაქტიურად ამოწურა, ყველაფერი გითხრა. შენი არტისტიზმი, აი ამ შენ საოცარ ბგერებთან ერთად. ნუ აი არაჩვეულებრივია, გადის ყველანაირ ზღვრებს მიღმა. მე შენ მინდა რომ გითხრა, არასოდეს არ დაანებო სიმღერას თავი. არასდროს სასწაულად მღერი. მადლობა. მადლობა მაკა ზალიკო რას გვეტყვის? გიორგი, შენი პირველი გამოსვლის შემდეგ მე ძალიან ბევრი პროფესიონალის აზრი მოვისმინე შენთან დაკავშირებით. და ყველა აბსოლუტურად ერთხმად იძახდა, რომ ამ ბავშვს აქვს ფენომენალური ხმა და შესაძლებლობები. ყველას აზრი ემთხოვოდა აბსოლუტურად შენთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრა, რომ ძალიან რთული იყო ჩემთვის ახმა ფრედი მერკურის შემდეგ უცბად აი ესეთ რაღაც თბილ სიმღერაზე გადართვა შენი და სასწაულად გაართვი თავი ამასაც. გარდა მაგისა, მე დღეს ვნახე არაი ცოტა შემწბარი გიორგი, რომელიც პირველ დღეს უკვე მსახიობიც იყავი შენ. ანუ თამაშობდი ამ ყველაფერს და ძალიან კარგად ვზნობდი, რასაც ვღეროდი. მე მინდა თქვა, რომ რა თქმა უნდა ამ პროექტში ყველაფერს წვეთ საბოლოო ჯამში მაყურებელი, მაგრამ მე მინდა რომ შენ აუცილებლად გნახო ფინალში. ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს. მადლობა დიდი. და რუსკა, შენს გამომეტყველებას ასეთ იშვიათს ხედავ ხოლმე და არა, მე მართლა ის მაქვს, რა ქვია, სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ არაჩვეულებრივმა ბიჭმა, რომ სიმღერა ყვირილი არ არის და შეიძლება იმღერო ისე, აი როგორც ეს ბიჭი იმღერის და გარდა იმისა, რომ ესე ფანტასტიკურად იმღერა, ეს სიმღერა თან მოყვა ეს ყველაფერი. ძალიან არტისტულად, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, მართლა არ ვიცი, რა ნომერია უნდა დაგირეკო. ბრავო. გიორგის ისე ვერ გაუშვებ სცენდა, რომ ჭოლას აზრიც არ მოვისმინოთ, ჭოლა გთხოვთ. გიორგი, ძალიან ოხერვინმე ხარ, მინდა გითხრა. ძალიან საშიშია, როდესაც პატარა შენი ასაკის ადამიანი არტისტობს და თამაშობს რაღაცას გზნობებს, რომელიც წესით უფროსი ადამიანების გზნობებს განეკუთვნება, მაგრამ შენი არტისტიზმი არ განმაიარაღებელი. აი, როგორ ძალიან საშიხიფად ვარ, როდესაც რომ დაიწყე გული შემეშინა და მე ესე გამოცური ამ საქმიდან, რომ მოხიბლული დავრჩი, მინდა გითხრა, რომ შენ როდესაც გაიზრდები დაიწყებ როდესაც გაიზრდები, დაიწყებ წვერის გაპარსვას, ამოგივა რიჟა წვერი ჩემსავით და წინასწარ უკვე მე შენ მხარეზე ვარ რიჟები წინ ცხოვრებაში. ყველა რიჟას ვაურეკეთ ამ ადამიანს. დიდი მადლობა ჟიურის და მე მაყურებელს მოუწოდებ თუ გსურთ აი ასეთი ეს წინვალე მომღერალი იხილოთ ფინალში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც გინდათ არ გამოტოვოთ ეს შანსი, იმიტომ რომ მე შეიძლება გვიანი იყოს. ეხლავე ყველამ აიღეთ მობილური ტელეფონები ყველა ქსელის აბონენტებმა და დაურეკეთ წინვალე გიორგის ნომერზე 0-900-300-306. ხურვალე აპლოდისმენტებით გამოსილოთ. გიორგი ცისკაძე! ბრავო გიო! ბრავო! მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სილამაზის სალონ ელ აკადემიის, რომელიც ზრუნავს პროექტ ნიჭიერის ჟიურის წამყვანების და მონაწილეების სილამაზეზე. და გადავინაცვლოთ ბარამბოს და ზედაზენის ოთახში, სადაც ლიკა და
დუკა გველოდება. გიორგი, ვანიკო, გიორგი, სიმღერის მერე მე და დუკასაც აგვიწლებლიან და თვალები, მაგრამ როგორც კი დაამთავრა სიმღერა, მაშინვე გავმხიარულდით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ენერგიული და მხიარული ზედაზენის და ბარამბოს ოთახი. აქ კლავარიან შეკრებილები ჩვენი ნახევარფინალისტების გულში მატკივრები. ისინი საკმაოდ აქტიურობენ და თქვენც მოგიწოდებთ აქტიურობისკენ. იცით რომ პირველ მონაწილეს თქვენ ირჩევთ, ამიტომ აუცილებლად უნდა დაურეკოთ თქვენს რჩეულ მონაწილეს იმისათვის, რომ ის მოხვდეს ფინალში. ეხლა აქ ჩვენთან ერთად შეკრებილები არიან აჩიკო ლიხაშვილის გულშემატკივრები, ასევე ლაშა გელაშვილის გულშემატკივრები და სვანური ჯგუფის გარიდას გულშემატკივრები. მე მინდა კიდევ ერთხელ შეძახილებით გავუხსნათ ჩვენი ნახევარფინალისტები და ჩვენ კიდე სულ მალე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ლიკას და დუკას და მე გეტყვით რომ ნიჭიერის პარტნიორი და ექსტრემალური ნომრების მსხვერპელია სადაზღვევო კომპანია ალფა. ალფა განვითარების 7 წელიწადს ითვლის და 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული. ალფა ორიენტირებულია მომხმარებლის კომპლექსურ და ხარისხიან მომსახურებაზე. ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ რუსთავიორის ეზოში, სადაც კიდევ ერთი ჩვენი წამყვანი დიმა ობოლაძე და ექსტრემალი აჩიკო ლიხაშვილი ემზადებიან. დიმა, მოგესალმებით. გამარჯობა ვანიკო, გამარჯობა გიორგი. ორიო ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ, უბრალოდ თვითყვი რომ ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი მაყურებელი, რომელსაც უნდა გააკეთოს არჩევანი. და მე და აჩიკო ვეცდებით რომ კიდევ უფრო გავართულოთ ეს არჩევანი რუსთავიორის ეზოში ვიმყოფებით აჩიკო ლიხაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხანში შეესწება ადგილიდან დაძრას აი ეს ნიჭიერის ავტობუსი, რომლის წონა გახლავთ 6000 კილოგრამი. ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას აჩიკო, მაგრამ ჩვენ ყველანი ვამხნევებთ მას და ვიცი რომ მას ეს გამოუვა. მე მჯერა რომ ის ამას გააკეთებს. ნომერს შეგახსენებთ 093 300-308. ეს გახლავთ აჩიკოს ნომერი. აჩიკო მოემზადება და სულ ცოტა ხანში ჩვენ ისევ დაბრუნდებით რუსთავიორის ეზოში. დიდი მადლობა დიმას, ერთ სული გვაქვს ეს ნომერი ვნახოთ, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მანამდე კი გეტყვით რომ ჩვენი ექსკლუზიური ინტერნეტ პარტნიორია acara.net.com, სადაც შეგიძლიათ ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები იხილოთ. ხოლო ეხლა რეკლამაზე თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ acara.net.com-ზე, სადაც დაგხვდებათ ლევან მასპინძელაშვილი თავის აურაც ხელისტუმრებით. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. და ნიჭიერი ისეთ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებთ რომ ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონათის ზედაზენი, გემრიელი ლიმონათი, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს და ეს გახლავთ ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო. სიახლე ბარამბო ფრენსის რძიანი შოკოლადის ფილა ჩიზკეიკი და შავი შოკოლადის ფილა კარამელ მაკიატო და რძიანი შოკოლადის ფილა პანაკოტა კეიკი. ბარამბო ფრენსი ვიმეგობრო. ვიმეგობრო და ჩვენს მეგობართან გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკასთან. ნიკა! ნიკას გვერდით საგას ოთახში დგას კაცი სასწაული, ილუზიონისტი, მენტალისტი, მაგი, მოკლედ პროფესიონალი მატყუარა ცრუპენტელა. ხუმრობი რა თქვა და ლაშა გელაშვილი ჩემი მეგობარია ჩემთან ერთად, რომელიც დღეს ძალიან მაგარ სიცრუეს ჩაგვიტარებს მორიგს. რას მოგვატყუებ დღეს გითხარი და რით გაგვაოცებ? ხოდესი ჯერ არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან საინტერესო და ოთხიგინალური ნომერი გელოდებათ. მოკლედ ძალიან მაგარი ნომერი მოგვიმზადა ლაშამ, ოღონდ ვიდრე სცენაზე გამოვა, ის არ გამოვა, მოდით ესე გავაკეთოთ. მე მას აქ გავაქრობ და სცენაზე გავაჩენ. ცოტა მესხო შეიძლება წავი ილუზიონისტო. მოკლედ გითხარი შენი ნომერი იქამდე 093-300-307. აი ამ ნომერზე ურეკავთ ლაშას, თუ გსურს მისი ძალიან მაგარი ნომრების ნახვა ფინალშიც და მე დარწმუნებული რასაც იქნება, ასე რომ დაურეკეთ მას. ის მოემართება თქვენკენ სცენაზე, სულ რამდენიმე წამში გაჩნდება მანდ. ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო, რა თქმა უნდა. აი საერთოდ ჩემი მეორე ჰობი არის ხატვა, განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა. უბრალოდ დღევანდელი ჩემი პორტრეტი გამორჩეული იქნება ყველასგან. მე უკვე მორჩი ჩემს საქმეს. შეგიძლიათ აი ხმამაღლა გითხრათ ვინ იყო ეს მსახიობი? მერლინ მონრო. თქვენს წინაშეა მერლინ მონრო. მოდი მე აღარ დავიწყე თქვენი ხუთიან აგურის გამოცნობას. ხატვის ნიჭი გამყვა მამა ჩემი და აბა როგორია შეავსე. ვაუ ბიჭო, მაგარია ხო. დაუბრო. ახე ჯერჯერობით ილუზიონისტობა არის ჩემი მთავარი ჰობი.
მაგრამ ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ჰობი გადაიქცეს პროფესიად. არ მიყვარს შუაგზაში გაჩერება, ამიტომ მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ მოხვდე ფინალში. ლაშა გელაშვილი ძალიან ბევრი მეკითხება, როგორ კეთდება ზოგადად ფოკუსები. რა არის ფოკუსის მთავარი პრინციპი? მართლა შეუძლია ილუზიონის აზრების კითხვა საგნების ჰაერში აწევა თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა? მე თქვენ დღეს მოგცემ საშუალებას თავად გადაწყვიტოთ, რა არის რეალობა და რა არის ილუზია. სინამდვილეში ილუზიონისტი იყენებს სამი სახის ილუზიას იმისათვის, რომ მან შექმნას სრულყოფილი ილუზია. თითოეული მათგანის დემონსტრირებისათვის კი დამეხმარება ჩვენი უმაგრესი ჟიური. პირველი სახის ილუზია დამოკიდებულია ხელის ისწრაფეზე, როდესაც ხელის ისწრაფით ვატყუებთ თვალს. ლუსკა, მე შენ დააკვირდი პირველ ტურში, რომ შენ გექნებოდა ერთ-ერთი მთავარი როლი, ამიტომ მოდი შენი დავიწყებ. მე შენ მოგცემ კარტს, თუ შეგიძლია ანახე მაყურებელს აბსოლუტურად ყველას, რომ რა კარტია და დაგვისახელე ეს კარტი. დაგვისახელე? დამაგული მართალი ხარ, მაგრამ ნახა ყველა ვხედავთ ამ კარტს ჯერჯერობით საინტერესო არაფერი არა, მაგრამ ამ ფოკუსში შენ უნდა მიაქციო მარტო გულს ყურადღებას. ჩათვალე უბრალოდ გულია, კარგი? აქ ხა დამახატია 10-იანი ტურს თუ მევხატი ვარ, მას მნიშვნელობა არა, კაი, უბრალოდ გულია. აი ესე გავამიწოდე ხელი და დაიჭირე. ეს თუ გულია, მაშინ აი ფოკუსიდან გამომდინარე, ეს რა კარტი გამოდის? დამააგური. აგური და რა დამააგური. ხო ხდები, მე მაქვს აგური, შენ გაგული. შეამოწმე კიდევ ერთხელ და ისევ დაიჭირე. გული. ისევ დაიჭირე. ჩემი მიზანია, რომ მე შენ იმდენად სწრაფად გაგიცვალო კარტი, რომ ვერც თქვენ, ვერც დარბაზნა და ვერც ტელემაყურებელმა ეს ვერ უნდა შეამჩნიოს. მოდი იცი რა, უქნათ ჯერ მე მოძრაობას განახებ, კარგად დააკვირდი, დარბაზს თხოვ ძალიან კარგად დააკვირდეს. ჯერ მოძრაობას განახებ, არაფერი არ ხდება, მე უნდა შემოვიდე. შენი კარტი უნდა წავყო. გული მაქვს მე, ძალიან მაგრად მოუჭირე 1 2 3. არ შეხედო ეხლა და მითხარი კარტი გავცვალე თუ არა. არ გამიცვლია. დარბაზი როგორ ფიქრობს, გავცვალე კარტი? არ გაუცვლია კარტი. არა, აი, მოდიცი რა ვქნათ, მაშინ მითხარი, თუ არ გამიცვლია კარტი, ზემოდან გული უნდა იყოს თუ აგური? აგური. გაგიკვირდება ზემოთ რომ გული იყოს? გული უნდა იყოს. გული გაგიცვალა მანამ. მოდი, აი კარტები რომ გაცვლით დავხდეს, გაგიკვირდება? გული მანამდე გაგიცვალა. გაგიკვირდება თუ არ გაგიკვირდება? გაგიკვირდება. კაი, ორივე გადმოატრიალე და გვანახე ყველას, გადმოატრიალე ორივე. გული რა გული? გული რა ამბობია? მეორე სახის ილუზია არის უფრო განსხვავებული. ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ამ დროს არა მარტო თვალი, არამედ გონებას ტყუდება. ამისათვის ჩვენ ჩავატარებთ ახლა პატარა ილუზიის ტესტს. ამისათვის ჩვენ ახლა ჩავატარებთ პატარა ილუზიის ტესტს, რომელიც კეთდება სულ 4 თეთრი ლურჯი კარტისგან, 4 ცარიელი ლურჯი კარტით, კარგით? გალბატონო მაკა, თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. როცა უყურებთ ამ ცარიელ კარტებს, სადმე შეამჩნიეთ თქვენ კაროლ ჯვარი? იმიტომ რომ თუ თქვენი პასუხი არის არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დანარჩენი სამიც გამოგებათ. მაგრამ ეს ხომ ილუზიის ტესტია. მაგრამ ეს ხომ ილუზიის ტესტია, სადაც სამწუხაროდ ყველა ტყუდება და სხვათა შორის მათ შორის მე სოციალიზმის ფოკუსი პირველად ნახე. მაგრამ რა არის, იცით, არსებობს მესამე სახის ილუზია, ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე გამორჩეული. ბატონო ლევან, სამ თქვენთან გადმოვალთ, თუ შეგიძლიათ ზალიკო ესე გამომიწოთ ხელი, მე დაგიგებთ კარს და მაყურებელი დააკვირდება, რომ ფოკუსის ბოლომდე მე ამ კარს ხელს არ შევახებ, კარგით? ბატონო ლევან, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თხოვნა მექნება, რომ მაქსიმალურად გამოყვეთ ფოკუსის ბოლომდე, კარგით? წარმოიდგინეთ, რომ ხელში მიჭირავს დას და ჩვეულებრივ იგივე ყუთში დევს ზუსტად ეს დას და ყუთს გავხსნი, ამოვიღებთ კარს, დამიჭრე ყუთი ერთ წამს უსკად ხონდეს. კარს ავჩეხავ, კარგად ავჩეხავ, მოჭრი, მოდი თქვენს მოჭერით, რო არ გეგონოთ, რომ დაწყობილია ეს კარტი, მოჭერით, დიახ. ნებისმიერი კარტი ამოვიღეთ, რომელიც მე გინდათ. ანახეთ დარბაზს, მე არ მანახოთ. კარგით?
და ეხლა გითხარით რა კარტი მე ამოგივიდათ? დამივარდა უკაცრავად. რა კარტი ამოგივიდათ გითხარით? ცხრიანი ჯვარი. ცხრიანი ჯვარი. გადმოვატრიალეთ ეგ ცხრიანი ჯვარი. ნამდვილად ცხრიანი ჯვარია. ყველა ვითანხმებით ხო რომ ნამდვილად ცხრიანი ჯვარი და გადმოვატრიალეთ აი ეს არა ესე, აი ესე გადმოტრიალებული სადღაცა შეაცვლეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სადმე შეაცვლეთ. აბა გადმოვატრიალეთ აი ეს. აი ეს ვარ. მათხოვეთ თქვენი ყუთი. დიახ, ჩავდებ კარტს, დავკეცავ და აგერ დავდებ ზალიკოს ხელზე. ეხლა ცხრიანი ჯვარი არ ამოიღო, ჩოულებრივად თქვენს მიერ დასახელებული მხოლოდ ცხრიანი ჯვარი იყო დასტაში გადმოტრიალებული, ხო მართალი ვარ? ჩვენ რო ეხლა აი კარგად დავაკვირდეთ. აბსოლუტურად ყველა კარტი არის ჩოულ მდგომარეობაში, ხედავთ? მარტო ერთი კარტია გადმოტრიალებული, ხედავთ? ბატონო ლევან. კარგით, ყველას ანახეთ თქვენი ცხრიანი ჯვარი. მაგრამ თავარი პრინციპი არის ის, რომ ილუზიამ არ უნდა შეგვითრიოს ძალიან, იმიტომ რომ შემდგომ ძალიან რთულია რეალობის და ილუზიის ერთმანეთსგან გარჩევა. ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ მე ვაშს ნამდვილად მოვგვიჩე. რა? მადლობა ყველას. მოაძრო ის ფურცელი. ის ფურცელი ხო მოაძრო. ნიკა, თქვენს გაოგნებული სახე გაქვთ ჩემსავი და მოგვიყევით რა შეა საქმე. გაოგნებული არ ქვია, მაგრამ შემიძლია უფრო სუსტი აღწერილობა გავაკეთო იმისი, რაც ეხლა მჭირს უბრალოდ არ შეიძლება. ჯერ 12 საათს არ გადაცდა რა. სრულიად გამო ჩვენც ვერაფერი ვერ გავიგე. ვერაფერი ვერ გავიგე. ერთადერთი რაც გავიგე, რომ ყველაფერში მოგვატყუა და როგორ გააკეთა, მე ვერ გავიგე. ჭოლა მიცის ეგეთი და გითხეთ თუ შეიძლება. მართლა ვერაფერი ვერ გავიგე. აი ძალიან მაგარი თავისება მოახდინა. აგვიხსნი რამეს? მე ვერ აგიხსნით, მაგრამ გეტყვით რომ ძალიან მაგარ ადამიანთან გვაქვს საქმე. ნამდვილად. მე გეტყვით ხო, იმიტომ რომ თქვენ ხო გესმით ეს ამბავი. უცბელად მე ვინც კი მინახია აქამდე ილუზიონისტი, манипуляტორი და ასე შემდეგ, ყველაზე მაგარი ხარ. მე აი პირველად მინდა გუცბელად გითხრათ. არა იმიტომ არა მხოლოდ იმიტომ რომ მოგვატყუეთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოგვატყუეთ და ეს მოცემულობა ყველა ილუზიონისტისთვის, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ ელეგანტურად, ნიჭიერად, ძალიან არტისტულად. საოცრება იყო. და ძალიან მაგრად. მე რაღაცა მივხვდი ბაშლზე, ცოტა რაღაცას მივხვდი აქა, მაგრამ ცხრიანმა ჯვარმა გადამრია ვერა მოხსნი. თან გვიხსნიდა ამ ყველაფერს, ხო? ლაპარაკი ნაკლებია ძალიან კარგი ხართ. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი მომავალი გაქვს. გაიხარეთ. ბრავო! მაგათ ხო თქვენ შეაფასეთ, ხომ არ გამოიცანით რა შეას არ გიყვარს არა ხო ნამდვილად ყველაზე მეტად ჩვენ გავოგნით დიდად ხო ამ ჟანრთან ესე არ მეგობრობ. ოღონდ ლაშა თქვენ აქ ილუზიაზე ლაპარაკობდით და სუმუდმივად ეს გქონდათ ეს დამოკიდებულება. არ გვატყუებდით, ფაქტურად გვეუბნებოდით, რომ ეს ილუზია ხალხო. თქვენ გამოშტერებულება. იცოდეთ რომ ეს მხოლოდ ილუზია. ძალიან კარგი ფორმით მოგვაწოდეთ თქვენი ნომერი. დამბეჭდავე იყო ნამდვილად. წინას არჩევნო ილუზიებში მიიღეთ მონაწილეობა. კეთილი მაინც ხართ თქვენ. მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის მეკი მაყურებელს მოუწოდებ თუ გსურდეს არაჩვეულებრივი ილუზიონისტი იხილოთ ფინალში, მაშინ არ დაკარგოთ დრო, ეხლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ნომერზე ბევრი დარეკეთ. ნომერზე 093330307. და ხურმალი ანიზარები ძალიან მნიშვნელოვანია. გავაცილეთ. და პროექტის პარტნიორია ემას კრედიტი და მოახლოვდათ რომ გადავინაცვლოთ რუსთავიორის სეზონში, სადაც იმყოფება დიმა ობოლაძე და აჩიკო ლიხაშვილი. დიმა, გისმენთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. რა ვიცი, ჩვენ რუსთავიორის ეზოში ვართ, სადაც აჩიკო ლიხაშვილი ემზადება უკვე
ნიჭიერის ავტობუსის დასაძრავად ადგილიდან. ავტობუსის წონა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გახლავთ 6000 კილოგრამი, 6 ტონა, რაც ძალიან წარმოუდგენელია ალბათ ამის გაკეთება, მაგრამ აჩიკო ეცდება. ვიდრე აჩიკო ემზადება და დაიწყებს თავის ნომერს, მე მინდა მოგახსენოთ, რომ პროექტის პარტნიორი და ექსტრემალური ნომრების მზღვეველი გახლავთ სადაზღვევო კომპანია ალფა, რომელიც უკვე 7 წელია ოპერირებს საქართველოში და რაც თავარია, ეს კომპანია ეყრდნობა 100%-ით ქართულ კაპიტალს. ალფას პრიორიტეტი გახლავთ მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტი და ხარისხიანი მომსახურება. აი ესეთი პარტნიორი ყავს ჩვენ. რაც შეეხება აჩიკოს, აჩიკო უკვე მზად არის და ვიდრე აჩიკო კიდევ უფრო კარგად მოემზადება, ნომერი შეგახსენებთ 099300 ეს არის მისი ნომერი. თუ გსურთ რომ აჩიკო იხილოთ, ფინალში უნდა დაურეკოთ ამ ნომერზე. ახლა ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს და შემდეგ კი უკვე აჩიკო ეცდება დაძრას აი ეს ავტობუსი ადგილიდან. საკმარისია აჩიკო, საკმარისია. აჩიკო გაუდები შემდეგ ეს. მეცხოვრობ რუსთავში, ტუნელების საცხოვრებელში. ყავს მეუღლე და პატარა ბიჭი დანიელი. აქედან რომ ეწევს წასვლა თბილისში, სტაინგაზე მივდივარ ხოლმე. დილით მაჩილებს მეც დავკეთოთ და უკან ჩავიდოთ. აქედან რომ გავდივარ, კარტაში მიჯერს. მივყავს იქამდე გაჩერებამდე რა. ნელა. მე უკვე რომ შორდებით ოდი, აი კი, ვარ. ვაიცა, მე წავიდე ახლა მე და აი კი, ვარ. ჩემთვის საშევია წყნა პრობლემები. მარშრუტკებში არ იმუშავებიან, აქვია, არდებიან რა. თვითონ ეცადებენ მარშრუტკებში. გამოყოლე თვლისამდე. ატალო? როგორ დავჭდები? არ უნდა ზოგადად ჩვენთან მგზავრობა რა, ახლა ბევრი გამოჩერებია. ადგილიც ქონია და არ გაუჩერებია. მერც ამდენი პრობლემა ხდება, მაგრამ ვიცი რომ მაინც ვიღაცა მაინც იქნება ისეთი რომ გამიჩერებს. იცოდი? ამას ხოლმე ვსოგეთებ ბავშვის გამო. რა ყველაფერი კონდეს რა. რუსთავი 2 სეზონთან გერთვებით აჩიკო ლიხაშვილი ჩვენი ძალოსანი მზად არის უკვე დაიწყოს ეს ნომერი გავამხნევოთ აჩიკო აუცილებლად 6000 კილოგრამი ავტობუსის წონა 3 2 1 დაიწყე აჩიკო მიდი დაიწყო აჩიკომ არ არის ადვილი მიდი აჩიკო უნდა გააკეთო შენ ეს უნდა შეძლო ჩვენ ყველანი გულშემატკივრობ შენ ჯერჯერობით არის ძვრის ავტობუსი აჩიკო თვითონ ცოტა მეგონი თაციოა ძალიან რუსთავი 2 სეზონში აი ავტობუსი დაიძრა უკან არის ნიშნული სადამდეც აჩიკომ უნდა მიიყვანოს ეს 6 ტონიანი მანქანა იმისთვის რათა ნომერი შედგეს დაძრა აჩიკომ ავტობუსი მიდი ცოტაც მიდი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი და ეს ხდება ჩვენთან რუსთავი 2 სეზონში სულ ცოტა გადარჩა აჩიკო მიდი და აჩიკო შეძლო მოახერხა აჩიკო ამის გაკეთება მე მგონი
იმსახურებს ძალიან დიდ აპლოდისმენტებს ეს ადამიანი მოდი ჩვენთან უფრო სწორედ აჩიკო ლიხაშვილი 0933308 ამ ნომერზე უნდა დარეკოთ თუ გინდათ რომ აჩიკო გადავიდეს ფინალში ჩვენ ახლა ის გადაგჩენია ჟიურის წევრებს მოусმინოთ აჩიკო დაღლილია და არ ვლაპარაკებს ზედმეტს და დავიწყოთ ნიკას შეფასება იქნება ძალიან საინტერესო დიმა დიდი მადლობა დახმარებისთვის როგორც ყოველთვის უმაღლესი კლასის დახმარება გაგვიწიე მადლობა აჩიკოს ნომერი არაჩვეულებრივია და ნამდვილად გვაჩვენა კიდევ ერთხელ მან რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული დამოკიდებულებები. და შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მარშრუტკაში არ უშვებს აჩიკოს. შეზღუდული გონებრივი და სინდისიერი შესაძლებლობები აქვთ ძალიან შეზღუდული. სამარცხვინოა უბრალოდ ესე მოქცევა. უბრალოდ მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მრცხვენია, რომ ესეთი თანამოქალაქეები მყავს. მე როგორც რუსთავიორის ხელმძღვანელი ვიღებ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას და აჩიკო მიიღებს დახმარებას 10000 ლარის ოდენობით. რომ მოახმაროს თავის 10000 ლარი. შენიერი გადაწყვეტილება ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ამ გადაწყვეტილებით მას ბოდიში მოუხადო ყველა იმ მსგავსი შემთხვევისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში გადახდენილა, მე მინდა ვთხოვო, რომ ეს უბრალოდ დავივიწყოთ და ხვალიდან იმედი მაქვს, რომ ესეთი შემთხვევები მის ცხოვრებაში აღარ იქნება. აჩიკო, ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან ვიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. მაკა მინდა მოვისმინო თქვენი შეფასებაც. მე მინდა ვთქვა, რომ ამას წინათ ვინტერესდებოდი აჩიკო ეტლიანი ადამიანები როგორ სარგებლობენ ტრანსპორტით. სულ ცოტა ხნის წინ გავიგე მაგალითად პარიზში. ავტობუსიდან ძღოლი ჩამოდის, ეხმარება იმის თვითონ ავტობუსის მოწყობილობასაც აქვს თავისი, მაგრამ ძღოლი ყველა შემთხვევაში ეხმარება ეტლიან ადამიანს, რომ ავიდეს ავტობუსში. მე მინდა მთელი გულით ძალიან ისე თხოვნით თუ მოთხოვნით მივმართო ყველა იმ სტრუქტურას თუ ინსტიტუციას თუ ვისაც ეს ეხება. ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს დღეს 21 საუკუნეში, სადაც უამრავი ეტლით მოსარგებლე ადამიანი ყავს. ძალიან გთხოვთ, ესეთი რაღაცა არ ანახოთ მომავალთაობას, დღევანდელ ვინც ყავს გარშემო საზოგადოებას, ეს არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ აჩიკო, მე აღარაფერი ვთქვი იმ ნომერზე, რომელიც შემოგთავაზე, რომ მართლაც საოცარი ძალის ადამიანი ხარ. არაჩვეულებრივი მამა ხარ. მე რომ უყურებდი, როგორ არ უნდოდა შენ შვილს შენგან წასვლა, მაგრამ სამსახური ითხოვს. მესმის, ესე იგი რამდენად კარგი ადამიანი ხარ, რომ ესე არ უნდა ბავშვს განშორება თუნდაც ცოტა ხნით. ამიტომ ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ყველას მოვთხოვ, რომ აღარ გვანახონ და აღარ გაგვაგებინონ, რომ ადამიანი ეტლით მოსარგებლე ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. მადლობა მაკა, სამწუხაროდ ეს მარტო ავტობუსებს არ ეხება, კიდევ ბევრი პრობლემა. ნიკას დიდი მადლობა. ნიკას დიდი მადლობა მართლაც. ძალიან დიდი მადლობა. ამ ადამიანის ემოციებს მე ხავ გზნობ, აი პირდაპირ გზნობა. ზალიკო, შენთან ძალიან სასიამოვნო იქნება, ჩემთვის არა კურიერში გასაუბრება. ნომერით შეგვიფასე, ზალიკო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მე მესმის ყველაფერი ძალიან კარგად. აუცილებლად აჩიკო, მე მინდა გითხრა, რომ შენ ხარ მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დღეს ეკრანთან ზის, გარკვეულწილად შემდგომარეობას იზიარებს და გიყურებს შენ. ის რომ არ დაკარგე ცხოვრების ჟინი, მიუხედავად იმ პრობლემისა, რაც შენ გაგაჩნია და ყოველდღიურად იბრძვი, რომ საზოგადოებაში, ამ ცხოვრებაში შენი ადგილი დაიმკვიდრო შენი შვილისთვის და შენი ოჯახისთვის. შენ ამიტომ ხარ მაგალითი და ხარ იმედი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დღეს შენ გიყურებს ახლა ეთერში.
ასე რომ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი და ამ პროექტში მიიღე მონაწილეობა. დიდი მადლობა, ძალიან ყველას დიდი მადლობა აი ამ აპლოდისმენტებისთვის და ნიკას დიდი მადლობა მართლაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი აჩიკოსთვის, აქ იგზნობა ეს ყველაფერი და ალბათ ეკრანებზე. 5-ვე ჟიურის წევრი იდგა ფეხზე. ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის და მაყურებლის რეაქციას. ნომერ შეგახსენებთ კიდევ ერთხელ 0-9-300-308. დაურეკეთ აჩიკოს თუ გინდათ რომ იგი იხილოთ ფინალში. ჩვენ ამით გემშვიდობებით დღეს. მადლობა. დიდი მადლობა დიმას, დიდი მადლობა აჩიკოს დაგემშვიდობებით მეგობრებო და მე აქვე შეგახსენებთ რომ ნიჭიერის პარტნიორია საგა. საგა ცხოვრება გამარტივებულია. ყოველი ლაივის ბოლოს საგა გამოარჩევს ერთ-ერთ კონკურსანტს და მისცემს დამატებით ჩანს რომ მოხვდეს ფინალში. ამას უფრო ზუსტად ნიკა აგვიხსნის. ნიკა გრიგოლია გისმენ. ვანიკო, ესე იგი რა ხდება? დღეს გვეყოლება ორი გამარჯვებული, ბუნებრივია, ერთ-ერთი ფინალისტი, რომელსაც ხალხი აირჩევს, მაყურებელი და მეორე ფინალისტი, რომელსაც ჩვენი ძვირფასი ჟიური აირჩევს. ამის შემდეგ საგა დაასახელებს კიდევ ერთ კონკურსანტს, რომელსაც მიეცემა შანსი, რომ ფინალში მოხვდეს. 4 ნახევარ ფინალის განმავლობაში გვეყოლება ესეთი 4 კონკურსანტი. შემდეგ მათ ხმას მივცემთ საგას ოფიციალურ ვებგვერდზე და ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, მოხვდება დამატებით ფინალში. ახლა კი რაც შეეხება შემდეგ კონკურსანტებს, ანსამბლი შგარიდა. აი აქ არიან ჩვენი ეკო-მიგრანტი სვანები დმანისიდან. როგორ ბრძანდებით მეგობრებო? მადლობთ. ძალიან კარგია. მიხარია რომ აქ ხართ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ყველას უნდა ნამდვილი ქართული სიმღერის მოსმენა კიდევ ერთხელ ნიჭიერში. ეხლა გითხარით რა სიმღერას შეგვისრულებთ დღეს? ჩვენ შევასრულებთ საფერხულო სიმღერას შგარიდას. შგარიდა მეგობრებო. და რას ნიშნავს ეს? შგარიდა არის ასეთი პირდაპირ რომ თარგმნოთ ლაშქრად შეკრება. ლაშქრად წაფასული. აი, მე და ჩემი მეგობარი სვანები, ანსამბლი შგარიდა, შევიკარით ერთ ლაშქრად. მე ახლა მათ გამოვაცილებ თქვენთან სცენაზე, ძალიან მაგარ ქართულ სიმღერას მოისმენთ და იქამდე აუცილებლად გეტყვით ნომერს, რომელზეც უნდა დაურეკოთ ანსამბლ შგარიდას. 093-300-309. აი, ასე დაურეკეთ ამ ანსამბლს თუ გსურთ მათი მოსმენა ფინალშიც. მოემართებიან ისინი თქვენკენ სცენაზე, დალაშქრულები, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. ოთხი კი გაქვთ და ძალიან სულმოუწმელად გელით. ურთულესი პერიოდია დავიდგარც ეს ამე რაღაც სასწაული ისტორიას რო ახსოვს ესეთი სტექია მოვიდა სვანეთში. ხალხის დაიღუპა ძალიან დიდი რაოდენობით. პირადად ჩვენ ჭუბერს სოფელში იყო ეს მასა 14 მეტრა თოვლი. ასეთ ხალხს დაატყდა თავს სტექია და იძულებული გახდა. დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები და წამოვიდნენ მანიში დასახლდნენ. ვალერიან გადრანი. ვალერ ვიბლიანი. ოდა ანსიანი. პატაკი ანსიანი. ახლა დავსახლდით, ხედავთ რომ ცხოვრება მიდის. აი ამ თაობა შემოგვერთენ ახალგაზრდა თაობები. სიცოცხლე შემატა ჩვენს ანსამბლს ამ ბავშვების მოსვლამ. ანსამბლს შგარიდას უკვე არ უწერია, რა ვიტყვიან, ჩაქრობა. ანსამბლი შგარიდა.
Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha, vasarero ramasha, vasavardiga ramasha. Hey hoy ramasha, vasavardiga ramasha. შევდგებით თუ შეიძლება ძალიან მაგრები ხართ ნიკათი დავიწყოთ თუ შეიძლება შეგვაფასეთ არაერთხელ მithქვამს რომ სვანური და კახური სიმღერა ქართული ხალხური სიმღერებიდან განსაკუთრებით ამ ორი კუთხის სიმღერები და მისი ჟღერადობა მიმაჩნია მსოფლიო ჩემპიონად ფოლკლორულ მუსიკაში და შესაძლოა არა მხოლოდ ფოლკლორულ მუსიკაში, არამედ ზოგადად მუსიკაში არც ერთ სხვა მუსიკას ესეთი მაგარი ჟღერადობა ჩემი აზრით და ჰარმონია არ აქვს. კახურს თავისი, სვანურს თავისი ხისტი გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მართლა მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური რამ მსოფლიოსთვის. და რაც მთავარია, მე განსაკუთრებულად აი ამ კოლექტივში მომწონს ის, რომ ის აერთიანებს პრაქტიკულად ყველა თაობას, რაც კი შესაძლებელია. და ეს არის ძალიან მაგარი საქმე. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც ამ უნიკალურ ქართულ საგანძურს უნახავთ შთამომავლობას. მადლობა დიდი. დიდი მადლობა ჭოლა რას გეტყვიათ მაშკაცებზე. ალბათ ბევრმა იცით, რომ ქართველი მეფეები გასაჭირის დროს სვანეთში აქონდათ მთელი ქართულ მეფეებს სვანეთში აქონდათ მთელი საუნჯე ოქრო ვერცხლი ყველაფერი ის რაც საუკეთესო გააჩნდა და სვანეთში ინახებოდა ეს საუკუნეები. მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ამ საგანძურს გარდა იქ ინახება კიდევ უფრო მაგარი საგანძური. ქართული მამაკაცური სულის საიდუმლო. აი ეს წრე, რომელსაც თქვენ ცეკვავდით. იმ რიტუალურ წრეში, როდესაც კიდე ცეკვავდით. მე იმედი მაქვს, რომ როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდება ასე წრეში და იცეკვებს ამ არაჩვეულებრივ ცეკვას და დაამარცხებს ის, ვინც დასამარცხებელი ყავს. გენაცვალეთ. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივ. მადლობა ჭოლას და მაკა შეგვაფასეთ თუ შეიძლება. ნუ მე მაშინაც შესარჩევ ტურზე რომ გამოხვედით. ეგრევე მომენტალურად აღნიშნე, რომ ყველა თაობის წარმომადგენელია და ისე ღირსეულად მოაქვთ ეს ქართული სული, ისე ზუსტად აჟღერებენ, ალბათ როგორც საუკუნეების წინ. დიდი მადლობა, რომ ამ შვენიერ ტრადიციას ინარჩუნებთ და გადასცემთ შემდეგ თაობას. ამაზე კარგი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამისთვის თქვენ უღრმესი, უდიდესი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მოვუწოდებ აუცილებლად
დაურეკეთ ანსამბლ ჟგარი და სტუქსურთ რომ ისინი მოხვდნენ ფინალში ნომერზე 0933339 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასწილოთ ანსამბლი ჟგარიდან. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს და ზედაზენის ოთახში ლიკასთან და დუკასთან გავიგოთ რა ხდება გულშემატკივრებში. ვანიკო და გიორგი ჩვენთან ბარამბოს და ზედაზენის ოთახში ყველა ჩვენი კონკურსანტის გულშემატკივარია შეკრებილი. გააქტიურდით და დაურეკეთ თქვენს გულშემატკივარს. ამისათვის თქვენ კიდევ დაგჭირთ დრო და რაც მთავარია, სულ მალე გამოვლინდებიან უკვე ფინალისტები. ჩვენ ბოლო წუთამდე აქ ვიქნებით და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს ჩვენს ძალიან ნიჭიერ მონაწილეებს. ჩვენ აქ ვართ, გულშემატკივრებთ და რაც მთავარია, ველოდებით финалистების დასახელებას. ესეთი აქტიური და მხურვალე და ემოციური ოთახი გაქვთ ჩვენ. ტასი კიდევ ტასი. მადლობა ლიკას და დუკას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ექსკლუზიური ინტერნეტ პარტნიორია აჭარა.net.com, სადაც შეგიძლიათ ქართულად გახმოვანებული ფილმებისა და სერიალების ნახვა, ხოლო ეხლა რეკლამაზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს ინტერნეტ ჩარტოში და სადაც დახვდებათ ლევან მასპინძელაშვილი უამრავი სტუმრით. და სულ მალე ნიჭიერი დაბრუნდება კულმინაციით და გავიგებთ თუ ვინ გადავიდა ფინალში. დროებით. ისევ პირდაპირ ეთერშია და პირველი ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ, ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონადის ზედაზენი, გემრიელი ლიმონადი, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს და ეს გახლავთ ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო. ბარამბოს ახალი გემრიელი და მეგობრული შოკოლადი ფრენსი, კამფეტების ნაკრები, ფრენსი, ვიმეგობროთ. და აქვე ვთქვათ თუ რა პრიზს მიიღებს გამარჯვებული. გამარჯვებულს სალვუს დეველოპმენტი გადასცემს ოროთახიან ბინას ბათუმის ცენტრში დასრულებული რემონტით. სალვუს ბათუმი. სალვუს დეველოპმენტი წარმოგვიდგენს ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს სალვუს აპარტ ჰოტელს. სალვუს აპარტ ჰოტელი თქვენი გონივრული ინვესტიცია. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს თქვენ ტელემაყურებელი აირჩევთ თქვენი ზარებით, ხოლო მეორეს დაასახელებს ჟიური და კიდევ ერთ კონკურსანტს საგა მისცემს შანსს რომ მოხვდეს ფინალში. ნიჭიერის პარტნიორია პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ისიპარი. 21 წელი თქვენი სურნელოვანი თანამგზავრი. ყოველი ლაივის ბოლოს ისიპარი გადასცემს თავის რჩეულ სურნელოვან საჩუქარს და რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ფინალისტი, კონდეს ან არ კონდეს შანსი, მაგრამ საჩუქარს აუცილებლად მიიღებს. და დღეს ისიპარის რჩეული გახდა ქალბატონი ელისო და ბატონი ჯემალი. ჩვენ ისიპარისგან გადმოგეცემათ საჩუქარი, სურნელოვანი, არაჩვეულებრივი. ასევე ყოველ ორშაბათს ფეხსამცმლის ბრენდ მაღაზია კორსა იტალია თავის რჩეულ სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს, რომლის განახდებაც შესაძლებელია ბრენდის ნებისმიერ ფილიალში. კორსა იტალია, ჩაიცვი კორსა. მაშასე მეგობრებო, ჩვენი მეგობრების კორსას რჩეულია, ანუ ჯული ავადისიანი. გილოცა. ბრავო გილოცა ჯული. გადმოგეცემათ საჩუქარი. მაშასე მეგობრებო, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების რჩეულებს უკვე გადავეცით საჩუქრები და დადგა გადამწყვეტი მომენტი. უნდა ავირჩიოთ ფინალისტი. თქვენ ჯერ კიდევ გააქვთ დრო რომ დაურეკოთ თქვენს რჩეულებს. არ გამოტოვოთ ეს შანსი. ახლა აიღეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ თქვენს რჩეულებს. ვიცი რომ არჩევანი ძალიან რთულია და ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში. Ya que me trela necesia la pineamu y me estapamu o la ineteria o erotas morboine psichiadelia. Hey, do your dance, hey, go crazy, hey, get free, hey, let's go, let go, let go, let go, let go, hey, 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 okay. Don't you
Ostatnia niedziela, dzisiaj się rozstaniemy, dzisiaj się rozejdziemy na wieczny czas. Over the rainbow, bluebirds fly, birds fly over the rainbow line. Though I can't დაგვისახელე ეს კარტი. დაგვისახელე? დამაგული. დამაგული. ნახე ფარაფერი არ ხდება. მე უნდა შემოვიდე. შენი კარტი უნდა წავყო. გული მაქვს მე ძალიან მაგრად მოუჭირე. ძალიან მაგრად მოუჭირე 1. გადმოატრიალე ორივე. გული რა გული? 4 თეთრი ლურჯი კარტისგან. როცა უყურებთ ამ ცარიელ კარტებს, სადმე შეამჩნიეთ თქვენ კაროლ ჯვარი. იმიტომ რომ თუ თქვენი პასუხი არის არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დანარჩენი 3-იც გამოგებათ. მაგრამ ეს ხომ ილუზიის ტესტია. მაგრამ პრინციპი ის რომ ილუზიამ არ უნდა შეგვითრიოს ძალიან, იმიტომ რომ შემდგომ ძალიან რთულია რეალობის და ილუზიის ერთმანეთსგან გარჩევა. ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ მე ვაშს ნამდვილად მოგგვიჩე. რა? მადლობა ყველას. არ არის ადვილი, არ არის ადვილი, მიდი აციკო უნდა გააკეთო, შენ ეს უნდა შეძლო. აი ავტობუსი დაიძრა, უკან არის ნიშნული, სადამდე აციკომ უნდა მიიყვანოს ეს მანქანა იმისთვის, რათა ცოტა გადარჩა, აციკო მიდი. და აციკო მე შეძლო, მოახერხა აციკო ამის გაკეთება. რამაშა, ვასავალი რამაშა, ჰეი ჰოი რამაშა, ვასავალი რამაშა, ვასარელო რამაშა, ვასავალი რამაშა, ჰეი ჰოი რამაშა, ვასავალი რამაშა, ვასარელო რამაშა, ვასავალი რამაშა, ჰეი ჰოი რამაშა, ვასავალი რამაშა, ვასარელო რამაშა, ვასავალი ძალიან შთამბეჭდავი ნახევარფინალი ქონდა და ძალიან სამწუხაროა, რადგან ნიჭიერს ასეთი მკაცრი წესები აქვს. ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 9 კონკურსანტიდან მხოლოდ 2 გადავა ფინალში. სამწუხაროდ დანარჩენებისთვის ნიჭიერი დასრულდება. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ დაურეკოთ თქვენს რჩეულებს. აუცილებლად დაურეკეთ, რომ მე არ დაგწყდეთ გული. თქვენი რჩეულის ბედი ახლა თქვენს ხელშია. მიეცით თქვენს ფავორიტის შანსი, რომ გახდეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი. და 9 ფინალისტი აქ არის და ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას. და ესენი არიან ლია აღასიანი, ნიკოლას პიპია, ალექსანდრა კედროვიჩი, ჯული ავეტისიანი, ელისოდა ჯემალი, გიორგი ცისკაზე, ლაშა გელაშვილი, აჩიკო ლიხაშვილი, ანსამბლი შგარიდა. ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არის შანსი მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. დარჩა სულ რაღაც 45 წამი. გამოიყენეთ ეს დრო და წამზომი ჩაირთო.
მოცემა შეწყდა. სულ რაღაც წამები რჩება და ჩვენ გავიგებთ პირველი ფინალისტის ვინაობას. ეს დრო ჩვენი კონკურსანტებისთვის ალბათ საუკუნე გრძელდება. ნამდვილად. მაყურებელის და ჟიურის ელოდება ხალხის გადაწყვეტილებას და პირველ ფინალისტს. ჩვენ სულ მოუთმენად ველოდებით ამ მომენტს. ძალიან მაინტერესებს ვინ გახდა პირველი ფინალისტი ხალხის რჩეული, რომელიც თქვენ ტელემაყურებელმა თქვენი ზარებით შეარჩიეთ. ძალიან ნერვიულობთ და ველოდებით შედეგს, მაყურებლის გადაწყვეტილებას. ვინ აირჩია მაყურებელი? ვინ გახდა მაყურებლის რჩეული და ფინალისტი? საინტერესოა. როგორ მძიმედ მიდის დრო, ჩვენი მონაწილეების ნერვიულობს, ჟიური, მაყურებელი. ყველა ერთად ნერვიულობს. ძალიან რთულია. ძალიან რთულია მათ შორის აირჩია ერთი. მართლაც საუკეთესო კონკურსანტები ყავს. რთული არჩევანის წინაშე იყავით. სულ შემოსულია 25,700 ზარი. და მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში გადადის ამ ზარების 32.6% მიიღო, ანუ უმრავლესობა, ხმათა უმრავლესობა მიიღო ერთმა კონკურსანტმა და ფინალში გადადის გიორგი ცისკაძე! ბრავო! გილოსავ! ეს თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ, გილოსავ! გიორგი ცისკაძე ფინალშია! ეს თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ და მეგობრებო! გიორგი ტირის ძალიან მაგარი ვიცი ხარ, შენ ფინალში ხარ. გიორგის ეკნება უკვე რეალური შანსი რომ მოხდეს, გახდეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. კიდევ მეორე თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ გიორგი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და ახლა მე მგონი დროა იცით რომ ჟიურისთან გადავიდეთ, იმიტომ რომ ნიჭიერის წესების თანახმად მეორე ფინალის აირჩევს ჟიური. ნიკა, ხო, ვიხარით თქვენი რჩეული. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური? ძალიან საინტერესოა. მართლა რთული არჩევანის წინაშე. ძალიან დაძაბულობა მატულობს და მე არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას, იმიტომ რომ ძალიან რთული არჩევანის წინაშე იყო მაყურებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად გაართვა თავი მაყურებელმა თავის არჩევანს და ვულოცავ გიორგის ფინალში გადასვლას. ძალიან მაგარია. რა ჩვენ კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდით, იყო არაჩვეულებრივი შოუ დღეს, იყვნენ ძალიან ძლიერი კონკურსანტები და ჩვენ გაგვიჭირდა ძალიან არჩევანის გაკეთება, მიუხედავად ამისა, ერთხმად ჩვენ ფინალში გადაგვყავს ლაშა გელაშვილი. ლაშა გელაშვილი! ჟიური აირჩია ლაშა გელაშვილი. გილოცავ, შენ ხარ ფინალში გიორგი ცისკაძესთან ერთად. გილოცავ, მეგობრებო, გილოცავ. და გადავინაცვლოთ საგას ოთახში გრიგოლიასთან, რომელიც დაასახელებს საგას რჩეულს და მას ეკნება შანსი რომ მოხდეს ფინალში. აი, აქ მაქვს კონვერტი, საგას კონვერტი, სადაც საგას რჩეულის სახელი წერია. თუმცა იქამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა პრინციპით მოხდება საგას რჩეული ფინალში. მას შემდეგ რაც დასრულდება ყოველ კვირას თითო ნახევარფინალი, საგას ეყოლება თავისი რჩეული. ამ რჩეულს ექნება 24 საათი დრო იმისთვის, რომ საგას ოფიციალურ გვერდზე რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვოს. ხოლო ბოლოს, მას შემდეგ რაც 4-ვე რჩეული გვეყოლება, 12 საათიანი ხმის მიცემის პროცენტი იქნება ყველასთვის საერთო და ის ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, იქნება ფინალისტი. ახლა გავიგოთ დღევანდელი ლაივ შოუს საგას რჩეული ვინ გახლდათ. და ეს არის ალექსანდრა კიედროვიჩი. ის მიიღებს შანსს იმისთვის რომ მოხდეს ფინალში. ჩვენ და მოგეცათ შანსი რომ მოხდეს ფინალში. გიორგის და ლაშასთან ერთად გილოცავთ. ალექსანდრა მიიღო დამატებითი შანსი და მიეცით ხმა მას Facebook-ზე. ხოლო გიორგი და ლაშა უკვე ფინალში არიან და მათ აქვს რეალური შანსი რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. გილოცავთ, მეგობრებო, გილოცავთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე 2017 წელს. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ხოლო 31 დეკემბერს ჩვენ
პირდაპირ ეთერში რუსთავიორის სხვა წამყვანებთან ერთად მოგილოცავთ ახალ წელს, ხოლო ნიჭიერი უკვე 2017 წელს დაბრუნდება უფრო გრანდიოზული სანახაობით. ნახევარფინალის გემშვიდობები, დროები. მანამდე შეიხედეთ აჭარანეთის ოთახში, სადაც დაკვდებათ ლევან მასპინძელაშვილი ფინალისტების გულშემატკივრებთან ერთად. დროები!